რუსთავის მერია ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციას განაგრძობს და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს იწყებს. პროექტი კორპუსების გამაგრებას, სახურავებისა და ფასადის რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარფანჯრების მოწყობას და ისტორიული ქუჩის ავთენტიკურობის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს. სატენდერო პროცედურების დაწყებამდე ნინო ლაცაბიძემ პროექტი მოსახლეობას გააცნო. სამუშაოების ღირებულება 3.114.356 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქუჩაა და მისი რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. რუსთაველის ქუჩაზე შევხვდით მოსახლეობას და მასთან ერთად ვიმსჯელეთ იმ პროექტზე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი კორპუსების რეაბილიტაციის სახით. ყველაზე მთავარი არის კორპუსების გამაგრება, უსაფრთხო გარემოს შექმნა მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა ძველი რუსთავისთვის ისტორიული ავთენტური სახის შენარჩუნება. მოხდება აღნიშნული კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია, საძირკვლის გამაგრება, გადახურვა და ეს არის ერთ-ერთი ეტაპი რუსთაველის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრების, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც და პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი კორპუსების საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები. მოსახლეობას გავაცანით მათ პროექტი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.